გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. დღეს ახალ მეოთხე სეზონს ვიწყებთ და იმედია მომავალ სეზონში ქართული ფეხბურთის კიდევ უფრო მეტ გამარჯვებაზე, კიდევ უფრო მეტ წარმატებაზე მოგვიწევს საუბარი. დღეს კი სარბიელელები გვასპინძლობთ ილია ბაბუნაშვილი, გიორგი დარჯანია, ილია ნანობაშვილი, კობა ინასარიძე. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. როგორ ვართ? როგორ დავისვენეთ? ვინდა გვასვენა? ვინდა გვასვენა? მეტნაკლებად. აჰა. სად ვართ ხო? ახალი სეზონისთვის. აუცილებლად. მაგრამ ახალი სეზონისთვის ჩვენი გადაცემა მზად არის. ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაიწყო ახალი სეზონი. ჩვენ ტექნიკური ჯგუფი მზად არის. და გზადაგზა უთხრათ მაყურებელს რომ მე ვიყავი პიონერი. ეს მზად ვართ. მზად ვართ, აი ეს უნდა დაგეჭირა ხელი, მზად ვართ. მეც კი მომესწარი. კომკავშირებელს კი ვიყავი. ჩემ და იმადა. ხო და მზად ვართ. ხო. პიონერო იყავ მზად და უნდა გეთქო რომ მზად ვართ. ოქტობრელის ვიყავი ილია. სეზონის განმავლობაში ახალ ამბებს შევთავაზებთ, კარგ ამბებს, სიახლეებს, რაც ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი. მოდი დავიწყოთ უახლეს თემით და უცხელესი, ასე ვთქვათ. ჯერ კიდევ გაუნელებელი, ასე ვთქვათ, ჩვენ ნაკრების მატჩებით. ილია, შეგვიფასია რა? სამდღიან მონაკვეთში ორი თამაში, ერთი რომელმაც გაგვაწმილა, მეორე რომელმაც იმედი მოგვარა, ხო? ერთი კარგად მოიგეს, მეორე ცუდად წააგეს. ერთი კარგად მოიგეს, მეორე ცუდად წააგეს. რასაკვირველია, გუნდების დონეებს შორის იყო განსხვავება. ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს იმან, რომ თურქეთმა ესპანეთთან წააგო 6-0, ეს არაფერს არ ნიშნავს ყოველთვის ჩვენთვის და ზოგადად თურქული ფეხბურთის და თურქეთის ნაკრების დონეზეც არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ არაფერს არ მეტყველებს, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს ესეთი ჩავარდნა, მით უმეტეს, როდესაც ეთამაშები ისეთ დიდ გუნდს, როგორიც არის ესპანეთის ნაკრები. ასე რომ თქმა იმისა, რომ თურქეთის ნაკრები მნიშვნელოვნად ჯობდა ბულგარეთის ნაკრებს, რა თქმა უნდა, სწორია და შეიძლება და აქედან გამომდინარე ეს ორი თამაში საინტერესო იყო, იცი, სამდღიან მონაკვეთში ეს ორი თამაში გასაანალიზებლად იყო საინტერესო. ხო, არა, სხვათა შორის მე ცხრილს რო ჩავხედე, ყველა ჯგუფის გათამაშების ცხრილებს, ანგარიშებს რო გადავხედე და ასე შემდეგ. არც ერთ ჯგუფში არ არის ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი, როგორიც არის ჩვენ ჯგუფში ესპანეთის სახით. მე მეცაც ვიტყვი, მე მგონი მსოფლიო ჩემპიონატსაც უკვე ყავს გამოკვეთილი ფავორიტი. თურქეთთან თამაში რო ასეთი ფავორიტი არც ერთ ჯგუფში არ არის. ისეთი რაღაცები ვნახე, რაც აქამდე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში, სხვა გუნდებისგან. ისეა, მე მგონი რომ ამ პირველი ორი თამაშის მერე გამოჩნდა ესე მკაფიოდ რა. ხო, ძალიან მკაფიოდ, არაფერი დასაცვლელი და საანგარიშო არ აქვს. თუ გვინდა მეორე ადგილი, უნდა 14 ოქტომბერს უნდა მოიგო თურქეთში. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ხო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ. თურქეთი ესპანეთთან რა ანგარიში დამარცხებან ვარ აქვს. ის თამაში უნდა მოიგო 14 ოქტომბრის თამაში. ურთიერთშეხოთრები აღარ არის და ეს FIFA-ს შესაძლებელი რახან არის. ეს კარგი იყო 6-0 მოგება რა იმათი. არა, თავარი ქულებით ვერ გადაუსწრებ, თუ კი არ მოუგე იმას რა თამაშო და საერთოდ ორი თამაში. აუჩი, მაგათ თუ ყველა თამაში ესე ეხლა ეხლა ამას წინა ისტორია ქონდა რა. ესპანეთმა პირველი თამაში მოიგო ბულგარეთში 3-0. პირველ ნახევარ საათში, საერთოდ 35 წუთში ესპანეთმა გაუტანა ბულგარეთს 3 გოლი. და შემდეგ მეტი აღარაფერი გაუკეთებია. მე თამაში გახდა დუნე და დამთავრდა ასე 3-0. პრეს კონფერენციაზე იქვე ბულგარეთში ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი განიცდიდა, რომ მეორე ტაიმში სიჩქარეები აღარ ჩავრთეთო, ეს იყო ჩვენი დიდი ნაკლიო. მოკლედ ეს ჩაითვალა ესპანეთის ნაკრების ჩავარდნად და პირობა დადო რომ თურქეთში ასე აღარ ვიზამთო, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალ ტემპს და ვითამაშებთ ბოლომდე, რაც გააკეთა კიდეც და გამოვიდა, რომ მეორე თამაში მოიგო 6-0. ნუ მოკლედ პირველ თამაში ბულგარეთთან მას მერე რაც გაინახდეს უკვე ნახევარ საათში გამარჯვება, უკვე ნუ ბულგარეთმაც ეთყობა ნელა დაიწყო, ზოზინი დაიწყო და ესპანელებიც ამაში აყვნენ, რაც დაუშვებელ შეცდომად მიიჩნია ნახე ესპანეთის გოლები.
მაკედან 3 იყო, მინიმუმ 3 იყო კონტრშეტევა მეორე ტაიმში. ესენი უტევდნენ, წამოიღეს უცებ, გაუკატავეს. რაღაცა ეს. ნუ ესპანეთის მეორე გოლი თურქეთთან რაც იყო, ეს რაღაც არანორმალური. მე ეხლა როგორ ავინახე კომბინაციური გოლები. აგას ვარჯიშზე ვერ აკეთებენ ხოლმე. ესეც სისტრაფეში და ესე თვალდახული. მე ესე ავიცი, ეჭვი მაქვს, რომ საერთოდ ყნოსვით გძნობენ ერთმანეთს. ეგენი საერთოდ თვალები. ვარჯიშზე ვერ გადის ხოლმე ეგეთი გოლები, ვერ გააუთხო. ხო და რაღაცა ძალიან ესე. თან ამ კაცმა ძალიან მაგრად შეცვალა რა, ეს ალბათ რა თქმა უნდა გათვალისწინებული ექნება ვილისანიოლსაც ეს ყველაფერი. მაგრად შეცვალა ის რომ ისე აღარ ფლობს ესპანეთი ბურთს. ეხლა რო ჩავხედე 50% კონდა თურქეთთან ბურთის ფლობა. ადრე კონდა ხოლმე ლუის ენრიკეს დრო 67. ო, კონტრშეტევებზე გაუტანეს მეორე ტაიმში. ბურთს აძლევს, როცა უკვე საჭიროა და ნუ ჩვენ რა გვეშველებთ? კარგი, ესპანეთს დავანებოთ მიხედავთ. როგორ დავანებოთ? უახლოეს თამაში გაქვს ესპანეთთან. ესპანეთს თავს ვერ დავანებთ, იმიტომ რომ შემდეგი თამაში უახლოეს თამაში გაქვს ესპანეთთან და აქედან გამომდინარე. რა რისი თქმა მინდოდა რომ რამდენად ჩვენთანაც რამდენად იქნება იმავე განწყობაზე რომ მოდი ბოლომდე ვითამაშო და სანამ შემიძლია იმ ეგ არ ჯერეთი მანამდე არის ერთი თვე. პირველი საშინაო თამაშია ესპანეთისთვის ამ სეზონში. ერთი თვის განმავლობაში რა მოხდება კაცმა არ იცის. ანუ მე ხლა ისე არა ვარ რომ წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო ნამდვილად არ მინდა ისე გამომივიდეს. რომ კაც მართლა კაცმა არ იცის რა მოხდება, როგორ მოხდება და ხა გასაგებია რომ ესპანეთის ნაკრები არის ძალიან ძლიერი გუნდი და თუ რაღაცა ფიასკო მოუვა ამა თუ იმ შეხვედრაში მოუვა თვითონ რა. ანუ საკუთარ თავს უნდა წაუყენოს მერე პრეტენზია. ალბათ არ მოუვა ასეთი ფიასკოები. ასე რომ ვისურვოთ რომ მოუვიდეს. ვისურვოთ რომ მოუვიდეს, რასაკვირველია. ვისურვოთ რომ მოუვიდეს და ერთხელ ხომ მოუვიდა ჩვენთან. ის სამხანაგური იყო. ხო, ნუ რა და მნიშვნელობაა. აი ახლა ეცაც ვიტყვი და ესპანეთს მე პირადად დავასრულებ, რომ აი ახლა თურქეთთან თამაშის მერე ძალიან ბევრი კითხვა იყო როგორი ქვეტექსტით, იცი? მასთან წვნელთან რა დელაფონდე. ესეთი ქვეტექსტით იყო, რომ აი მეტი რაღა უნდა გააკეთოთ, მეტი სადღა უნდა განვითარდეთ, ამაზე ზემოთ რაღა არის. და მისი პასუხები იყო ისეთი, რომ რაღაცა ცოტა უნდა განვითარებისთვის უნდა მოვიფიქროთ, რაღაცა პატარ-პატარა მიზნები უნდა დავისახოთ და ძალიან გაუსვა ხაზი, რომ არ უნდა გავთამამდეთ, არ უნდა ამპარტავნები არ უნდა გავხდეთ, რომ ჩემი ფეხბურთელები არიან კარგი ადამიანები და მათ თავს არ გაუვათ და ასე მენტალურ ფაქტორებზე გაამახვილა რა ყურადღება რა. და არ ვიცი რა თუ გათავხედდებიან, გათამამდებიან, გამოვლენ ჰარი-ჰარალესი. კარგია, ვილაპარაკოთ ამ ესპანეთზეო და ვილაპარაკოთ, რა უნდა ვქნათ აბა ესპანეთში თქვენი აზრით. ესპანეთში ერთი დავიწყოთ იმით რომ უნდა დაგვიბრუნდეს მაგალითად კიტეიშვილი. უბრალოდ მაგის თქვა გინდა და ფეხბურთი ჯერ არ ვიცით, არც ის ვიცით ესპანეთი რა შემადგენლობით შეხვდება საქართველოს ნაკრებთან თამაში. არც ის ვიცით საქართველოს რა შემადგენლობით შეხვდება ესპანეთი. მეტნაკლებად ხო ვიცით. თუმცა ესპანეთს აქვს ფუფუნების უფლება რომ ვიღაცა ერთი თუ არ აყავს ჩაანაცვლოს მეორეთი და მესამეთი სრულფასოვნად და შენ არ გაქვს ახლა ხო მაგისი ფუფუნება ერთი კაცი გაკლება და დაგუპული ხარ. რასაკვირველია ხო. აი იმასთან თურქეთთან როგორც ითამაშა საქართველოს ნაკრებმა. გვეშველება რამე იქ ესპანეთში? იცი, აინც მგონია რომ თურქეთთან საქართველოს ნაკრებმა მართალია ეს არ იყო პირველი შეხვედრა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 4-4-2 სისტემით ითამაშა, მაგრამ დიდწილად მაინც ექსპერიმენტი იყო, იმიტომ რომ ოფიციალურ ასეთ პრინციპულ შეხვედრებში საქართველოს ნაკრები მეტწილად მისდევდა 3-5-2-ის თუ 5-3-2-ის გააჩნია შეტევის ექსპერიმენტი რა ამბობენ შეო გადავედითო იქეთო რა. გადავედითო და გადავედით რას ნიშნავს? პირველივე დღეს სრულყოფილად ხო ვერ თამაშობა რა, ანუ პირველ თამაში რაღაცა უნდა შეგეშალოს. მერე მეორე თამაში ეს შეცდომა უნდა გამოასწრო, რომ მეორე რაღაცა შეგეშალოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პრეს კონფერენციაზე ვკითხე ვილისანიოლს, ანუ იმითი კი არ ვკითხე, რომ რატო გადახვედი 4-4-2-ზე. უბრალოდ გულსვერად მაინტერესებდა მას ეთქვა რა მობიძგა, რატო გადაწყვიტა. ანუ ის კი არ მithქვამს, რომ ცუდია 4-4-2-ზე ხო? რატო გადახვედი 4-4-2-ზე? ანუ რამ გიბიძგა? ამაზე ასეთი პასუხი, რომ იმასთან, რა ქვია, უკრაინასთან და ალბანეთთან ამ ძველმა სისტემამ, ესე იგი,
ბზარი ქონდა ამ ძველ სისტემას. კერძოდ რა ეს არ უთქვამს და ახლა ჩემი ინტერვიუ ხო არ იყო ეს იყო პრესკონფერენცია საუბრობდით მე სხვამ დაუსვა სხვა კითხვა და ამას უკვე ჭირდება ვრცელი ინტერვიუ სადაც ჩაეკითხები მოკლედ უკრაინასთან და ალბანეთთან არ მომეწონაო ეს სქემაო მას ქონდა ნაკლოვანი მხარეებიო და გადავწყვიტეო რომ გადასულიყავით 4-4-2-ზე და ვინაიდან ახლა არის თაობათა ცვლის მომენტი ანუ კაშია ეს ყველია ესენი დაცვაში მიდიან და ახალი ფეხბურთელები უნდა შემოვიყვანოთ ნაკრებში სწორედ ახლა არის კარგი მომენტი რომ ეს ახალი ფეხბურთელები შევაჩვიოთ ახალ სისტემას იმიტომ რომ ახლა ეს მომენტი თუ გაუშვით ხელიდან შეიძლება მე უკვე გვიან იყოს ამის სწავლება და დანერგვა ანუ ყველაზე მოხერხებული მომენტი ახალ სისტემაზე გადასვლისთვის ახლა არის ну ეს გადასვლა ახალ სისტემაზე გულისხმობს თავისთავად ახალ ფეხბურთელებთან ერთად ახალ სისტემაზე გადადიან რა რომ თავიდან ახალი გუნდი კეცდება ну აქ მე უბრალოდ რა ვერ გავიგე რომ ეს არგუმენტი არის ხო მაგრამ ეს თავისთავად უკაცრავად იმასაც ნიშნავს რომ ამ სწავლის პროცესში ხო დრო გავა და შეცდომები უნდა ვისწავლოთ ესპანეთშიც მათ შორის როგორ უნდა ვითამაშოთ ხო და აი ეს უბრალოდ რა გამიკვირდა კი რა თქმა უნდა ბრძნელია მისი პრეროგატივა ყველაფერი და ისა მაგრამ აი ეს საკვირველი არის აი რა შეიცვალა კადრები შეიცვალნენ ერთი გოგლიჩიძე დაემატა მაგრამ სამაგიეროდ კაშია რა ასწრაფა და ამ ეს წელს ადრე ხო იმაზე იყო საუბარი არა ეგ ფაქტიურად უკვე იმისთვის ემზადება რომ კაშიაც რო აღარ იქნება იმ დღისთვის ემზადება რა კაში ნუ უკვე ჩანს რომ კაშია დღეს ხვალ წავა ხო წავა ეხა მე მგონი ეს ჩვეულებრივი სიგნალი იყო ეს რა ხო ბოლო თამაში რო არ დააკრა ხო ბოლო თამაში რა თამაშა და უკვე იყო ლოჩოშვილის შემოწიაში იქნეთ ხა დვალი თუ შევა ფორმაში და დაუბრუნდება მთლად კარგი ხო არა დვალი დაუბრუნდება კაცო ეხლა ათამაშდება ბულგარეთში ხო ბულგარეთში გადავიდა ხო უბრალოდ მთელი ეს სამი თვე უთამაშებელი იყო პრაქტიკა აკლდა და აი ეს იყო სანიოლის პასუხი ჩემ კითხვაზე რატო გადადიხარ 4-4-2-ზე ანუ მთლად ამომწურავად მე არ მომეცა საშუალება ჩავძიებოდი და მე თქვა რომ გავიგე რომ უკრაინასთან არ მოგეწონა ძველი სისტემა მაგრამ კერძოდ რა არ მოგეწონა ის გამაგებინე აი მაშინ ჩაძიების საშუალება ნუ არ მომეცა სწორია ილია შენი აზრით აუ წარმოდგენა არა მაკობა აი ნამდვილად ისეთი შეკითხვა რომელზედაც ერთი ვიცი რომ სანიული არის საკმაოდ პრინციპული ესეთი ჯიუტი თავის ნათქვამი ჯიუტი კაცია სხვათა შორის ძალიან ჯიუტია რა კი გადაწყვიტა ესე იგი ამას გადაწყვიტა იმას ნიშნავს რომ მორჩა 4-4-2-ზე გადავედი და აღარ შეიცვლება ეგ სისტემა დიდი ალბათობით მაგას ნიშნავს ხო ეხა მალტას ვეთანხმებთ ესპანეთს თუ გერმანიას არა დიდი ალბათობით ხო დიდი ალბათობით ხო როგორც აქამდე ხო და აი ეგ არის რა ვქვია ნუ არაფერი კაცო მეტოქეს არ უყურებს არა არ გააჩნია მეტოქეს ყველა არის ერთი და უნდა ვითანო როგორც აქამდე იყო ეს 3-5-2 ისე იქნება ალბათ მე მგონია რომ ხო მე მგონია რომ ხო სტრატეგიაც არ შეიცვლება იმ დღეს მონტელას კითხეს თამაშის მერე რამეთი გააკვირვაო საქართველოს ნაკრება არაფერმაო ზუსტად ის ფეხბურთი ნახე რასაც ველოდებოდიო ნახევარდაცვა უკან ჩაწეულიო და უკნიდან თამაში აი ესე მოკლედ უპასუხა და ვეთანხმები ახლა რო ჩამოვიდეს კამერუნი რო ჩამოვიდეს კამერუნი ყველი ნახავს ნაკრების სამ თამაშს და მიხვდება როგორ თამაშობს საქართველოს. ნუ მით უმეტეს, ოდესაც არ არიან ბურთის გამგორებელი ნახევარმცველები კიტეიშვილი. არა, რო ყოფილი იყვნენ ხომ აინც იგივე იქნა. ნუ ერთი ის იქნება და კიტეიშვილის ყოფნა, ნუ ბურთის თვალსაზრისით, დაჭერის თვალსაზრისით, ამოსვლის თვალსაზრისით, ნუ აქ მთავარი ამოსავალი წერტილი აქამდე 5-3-2-ის რა იყო, რომ მცველები ყავს ცენტრალური მცველები შედარებით ნელები და ეს სამნი დააკომპენსირებენ ერთმანეთს და არ ვიცი ახლა რომელი ასტრაფდა იმის მერე ვერ ავხვდები რა. ხომ უყურეთ ამ აი მაგალითად აი კონკრეტულ თამაში თურქეთთან თქვა არ ყავდა კიტეიშვილი რომელმაც უნდა დაიჭიროს ბურთი და ამ ბურთის დაჭერა თავისთავად ხო იმასაც ნიშნავს რომ რაღაცა იმ უკანა მცველებმა უნდა ამოისუნთქონ ცოტა. პრესინგიდან უნდა ამოხვიდე რა. ხო და მაგ დროს ესე იგი რო არა ყავს კიტეიშვილი კიდე ერთი მცველის მოკლება რამდენად ის სწორი იყო. ასე ამბობდა თან კაცმა აშკარად გამოკვეთა ის კიტეიშვილის მაგივრად კვერნაძე გამოიძახა ანუ თითქოს ისე გამოუვიდა რომ აი ცენტრი
რეალობა შეხედა ამ კაცმა და ნუ ცენტრს აშკარად ვერ გაუკაჩავო რა იფიქრა თურქეთთან და ითამაშა ამ ტრაპეციით რა ტრაპეცია ქვია მაგას რა 4-4-2 ზურიკო და ის მარჯვნიდან რო იყვნენ რა ციტაიშვილი სამწუხაროდ ვერ გაამართლა მაგან თავიდან მე რა იცოდა რომ გადააწყო მეორე ტაიმში უკეთესი იყო იცი რა არის საშველი არ ჩანს შენ გეწერა ილია შენ ბლოგში როცა მეტოქე იმას გიშვია ფეხზე გაზის პრესინგზე გებს იქვე რა მაღალ პრესინგს რასაც ეძახიან ამ ბოლო დროს ჩვენებისთვის ეგ არის დამღუბელი ხო ძალიან მიჩის აი ეს პირველი 5 წუთი აი კიტაიშვილი მაგ იყო ზუსტად სწორი თქვი საჭირო რომ იქ რაღაცას ხო უნდა ამოისუნთქო მის ცოლს ამოსუნთქვის საშუალება ო არა პირველი გოლი რანაერად გავიდა მეორე გოლი რანაერად გავიდა იქვე იყო და სხვა შენ გეწერა ილია და მე უამრავი ადამიანი აკყვა რომ ვიცოდითო რომ ეს გოლი იქნებოდა კუთხურთან რომ მივიდა არა მე ეგეთი არდა რომ მივიდა იქ კუთხურის ნიშნულთან უკვე ვიცოდით რომ გოლი იყო ხო მე კი ბატონო მე იქ კომენტარშიც დაწერეს რომ ჩვენც ვიცოდით ძნობდითო იმ მომენტში რომ გოლი გადიოდაო და ნუ ალბათ ესე იგი მართლა ასე იყო რასაკვირველია ხო არ ესეთი უცნაური შეგრძნობა აი კუთხურის ჩასაწოდებლად წავიდა ეს არ დაწავიდა ხო არდა და მეორე წავიდა ორნი წავიდნენ აი ზუსტად ვიცოდი პირდაპირ თვალწინ მედგა გეგონება ეს წინასწარმეტყველება იყო რა ნუ ცხადია ეს არ იყო წინასწარმეტყველება უბრალოდ პირველი 5 წუთი რო ვნახე რომ ეს მაღალი პრესინგზე ვერ გამოგვაგპურცები იქ მამარდაშვილმა რაღაც სუდად იმას აქნა ვერ მოახერხა გამოტანა იქ წველებმა კიდე რომელიღაცა მე ერთი კიდე რა კითხვა მაქვს იცით და აბა თუ გავცემთ პასუხს ბუდუზე ბზევაძემ რატო არ ითამაშა მაგას ეს თქვა არის ხო 10 კაციან მეტოქეს ეთამაშები ბოლო 15 წუთი იქ ხარ საჯარიმოდან ბურთი არ გამოდის ჭირდება ისეთ ფეხბურთელი ხო აი ფეხის შეყოფა რო იცის სადღაც რა აშვეთია რაც იყო ხო ბოლო ხო აი მიარტყი და შეაგდე თავით თამაშობს ჭიდაობს ხო აი მეტი რა რანაირი ფეხბურთელი ჭირდება თან ესა რა ქვია 4 შეცვლა ქონა. რა პასუხი გასცა მაგ კითხვაზე იმავე პრესკონფერენციაზე სამიორმა. ეგ კითხეს და გასცა ასეთი პასუხი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს ჰქონდა ეს კურაჟს რო ეძახიან, არ ბოდიში რუსული სიტყვა თუ რა არის, არ ვიცი. არც ვიცი. თავის თან დაიჭირა რა. ეხლა მომენტუმს ეძახიან ძალიან ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა და ხო აი ეს რაღაცა ჯანდაბა რაც არის მოკლედ და საქართველოს ნაკრებს მოკლედ კარგი ის ჰქონდა, რა ქვია? წაუვიდა თამაში და აი ამის შეცვლა აღარ უნდოდა რა, აი ამ თამაშს წასული გუნდში შეცვლის ცვლილების შეტანა არ უნდა. და ეგ რანაერადაა, თამაში წავიდა, თამაში წაგივიდეს თავიდან და რო აგებდე, არ უნდა შეცვალო, არაფერი. ანუ იმ მონაკვეთშიო, როდესაც თქვენ მეუნებით უნდა შემომეყვანა ფაქტიურად ბუდუო, ჩემმა გუნდმა 2 გოლი გაიტანაო. ხო, ანუ ისა აქვს რა, არგუმენტი აქვს. უბრალოდ მე მგონია რომ ეს მაპატიეთის მეორე გოლი გაიტანა 90+8 წუთზე. და არა, იმ მომენტში არ გაუტანე ის გოლი 3-1 გახდა გაძევებამდე. ანუ 11-11-ზე იყო. ხო, და ის მეორე გოლი გავიდა 90+8-ზე, როცა თურქეთი უკვე რამდენი ხანი, 20 წუთი 20 მეტი მე მგონი კაცნაკლული იყო. ხო და რა ვიცი, ესე თავდამსხმელი გიზეს, აი იმ მომენტის თავდამსხმელი გიზეს. ხო, არა, ეს მართალია, ეხა სადაც რო ფეხი რო უნდა გაყოს და შეავდეს. ბუდუ ზივზევაძე უფრო ისეთია, ამ ასეთ დროს როცა უტე, უფრო სახიფათოა, ვიდრე სიტყვაზე კონტ შეტევაზე, როგორც ტრადიციულად თამაშობთ და იქ გულიაშვილი შემოიყვანა, ხო? გულიაშვილი შემოიყვანა. ნუ სამწუხაროდ გულიაშვილი. და გულიაშვილი იყო ერთადერთი თავდამსხმელი, ვინც ჩართო თამაში დაამატა იმ 4-დან. წარმოიდგინე. 3-0-ს აგებს გუნდი და ერთი თავდამსხმელი ეს ხნა. ნუ იქეთ აზარომა, აი ცოტა ეს. ხო, მაგრამ 2 გოლი გავიტანეო ვიძახის ეს კაცი. 90+8-ზე გაიტანა. ერთი გაიტანა, ერთი, ანუ ერთი გაიტანა რეალურად. 3-1 იყო მაგას. თამაშის ბოლო მონაკვეთი 3-0-ის მერე ხო გაიტანა ინკასმა კი არა, იმ გუნდმა 2 გოლი. თავდამსხმელი არ იყო ჩართული მაშინ. თავდამსხმელი არ იყო თუ ანუ ეს 98-ში ისე გახდა მსოფლიო ჩემპიონი და თავდამსხმელი საერთოდ არ გავდა. ხო, ნუ არა, ილია, მივიდეთ. არა, როცა ვამბობთ რომ 2 გოლი გაიტანა, მესმის თქვენი ლოგიკა. ზიდანე გაიტანა ის მეორე გოლი, როცა უკვე აღარც იყო წამი აღარ ჩებოდა უკვე მესამე გოლის დასატანად. რა არის, ამის პასუხი ეხლა რაც თქვი ილია, შენივე
ბლოგში წერია ეგ პასუხი, რომ ტაქტიკა იყო ასეთი, რომ მიეცით ბურთი კვარაცხელიას და რაღაცას ის მოიფიქრებს რაღაცას. და მოიფიქრა. კი, ბოლოს ეგ, ბოლოს. ხო, არ ვიცი, ხა ამ გადმოსახედიდან თითქოს მართლა, ნუ ბუდუ ჯობდა, მაგრამ არ ვიცი, ხა ვარჯიშზე როგორ გამოიყურებოდა, ეგ ხო არ ვიცით, რა ვიცი, დანარჩენი ხა შიგნით რა იყო. ეგ არ ვიცით და სამწუხაროდ გულიაშვილმაც ბოლო დროს მოუკლო შედეგიანობას. ეხლა რაც ეგ დააშავებდეს ილია თუ ისკნას ჩვენებმა, იმაზე მეც რაც დააშავებდა, ეხლა ბუდუ. ხო? 20 წუთი რომ მიცემოდა. არა, არაფერი კაცო ბუდუსა წინააღმდეგი არა. მე გააფუჭებდა კიდე რამეს. ხო, გასაფუჭებელი, იმას რასაც ეძახიან სიღრმიდან შეტევებს, იქ მოგვაკლდებოდა ერთი კაცი. ამან უფრო ვითომ ააწყო, რომ კვარაცხელია და აქედან გარედან დარტყმებით უფრო ავაწყობო რაღაც უფრო იმედი მაკედან მოეცა. ნუ ბოლოს მოიტანა, მაგან შედეგი 98 წუთზე. თურქეთთან კვარაცხელიამ ისევ კვარაცხელიამ ერთი ფიზიკურად თვითონ გაიტანა გოლი და მანამდე კიდე რამდენიმე შეტევა ჰქონდა და ისევ კვარაცხელიას სახელთან არის დაკავშირებული ის კვარაცხელია და დავითაშვილი. ზურიკომ ძალიან მაგრა ითამაშა. კი, რა თქმა უნდა. ხო და ეს მართლა ეს ორმა კაცმა რო ესე ლიდერობა აშკარად ხელში აიღო, მაგრამ ეგ მაინც არ იყო კომბინაციური ფეხბურთი. შედეგი იგივე ზურიკოს გოლი ეს იყო ფაქტიურად ინდივიდუალური რაღაც ესე. ხო, ჩვენ რო ვამბობთ ტრიბუნაზე მოატყუეთ კაცი რომ იმატავეთ თქო, აი მაგ მატაობის ეს იყო, ეს სხვანაირად დაწყობილი პასებით დალაგებულით არ გამოდიოდა. ხო, კარგი, აი გახსნაც კარგი იყო, მექვაბიშვილი აღმოჩნდა უჩვეულო პოზიციაზე, ძერს მოარტყა და მე თვითონვე დაამატა. ნუ კარგი, ესეთი რაღაცები რო ხდება, რომ მაგალითად საყდაი ნახევარმცველი იქ ამ ტოტალური ფეხბურთის ელემენტები რო ეგ მოუწონს, რა თქმა უნდა რა. ხო, მაგრამ აი რაღაც მომენტებში ბულგარეთი დამთავრებული აუთსაიდერია? ბულგარეთს რაკიღა შეეცვალა მწვრთნელი და უახლოესი თამაში ახალი მწვრთნელით ბულგარეთს აქვს თურქეთთან. დანიშნეს ვინმე? ჯერ არა, მაგრამ ნუ უკვე თურქეთთან ეყოლება ახალი მწვრთნელი. უახლოესი თამაში აქვს თურქეთთან 11-ში, როცა ჩვენ გვაქვს ესპანეთში და დავიტოვო დიდი იმედი, რომ აი ახალი ცოცხი კარგად გვისო ხო არის ეგეთი გამოთქმა, რომ ახალი მწვრთნელით ბულგარეთი ხულოს და იმედი ვიქონიოთ ახლა ვინ იქნება ამაში დარწმუნებული, მაგრამ რატო არა? ისე თურქეთის რაღაც ახალი მწვრთნელით ხო შეიძლება რომ რაღაცა უსვათ რაღაცა არ შეიძლება. გაწოცხლდეს ეს ბულგარეთის გუნდი და პირველივე თამაში რაღაც შედეგი დადოს. იცი რა უნდა კითხო? რა ძალიან გვესიამოვნება. აი ამ ბულგარეთთან იმაზე თამაშის შემდეგ იმათმა მწვრთნელმა ყოფილმა მწვრთნელმა და სხვაებმაც სხვათა შორის თქვენს ესეთი რამ რომ პირველ წუთზე მამარდაშვილს რო არ გამოეძრო ის რაღაც სასწავლი ნახავდით რა იქნებოდაო ხო? ნახავდით რა იქნებოდაო და რამე იქნებოდა ილია სხვა? ხო, ანგარიში სხვა იქნებოდა, რასაკვირველია. ანგარიში ხო, მაგრამ არ მოედანზე რამე შეიძლება. არ მგონია, მაინც მგონია რომ ჩვენები მაინც მოიპოვებდნენ უპირატესობას და მაინც მოიგებდნენ. მაინც ყოველ შემთხვევაში ინიციატივას ჩაიგდებდნენ. უფრო მეტად ვინერვიულებდით, მაგრამ ალბათ მაინც. ასე მგონია. ეხლა რატო იცი? ის ბულგარელი მწვრთნელი რამდენ ბულგარულ პრესაში წავიკითხე, მე იქ უფრო ცლად გაარჩიეს, რა თქვა იმ კაცმა, ვიდრე ჩვენს პრესაში გაარჩიეს. ბუნებრივიც არის ხო. და იმ კაცმა რამდენჯერმე გაიმეორა ასეთი რამ, რომ საქართველოს თურქეთთან წაგების მერე ნერვიულობდა. ძალიან ნერვიულობდა და ჩვენ რო გოლი გაგვეტანა, ნუ თლად გადაიჭრებოდნენ ქართველები და დაირევოდნენ და ამაზე აკეთებდა ძალიან დიდ აქცენტს რა, რომ საქართველოს ნერვიულობდა აი იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ ვთქვათ, შეცდომა დაუშვით, მერე ყვარამ უკვე გოლი გაიტანა, იმ მომენტამდე უკვე ესე იგი ეტყობოდა მე უყურებდი და სათადარიგოთა სკამზედაც უკვე ანერვიულებული სახეები იყო, მე არ ვიცი ხლა ასეთი ანერვიულობა მე საქართველოს ნაკრებს ვერ შევამჩნიე, მაგრამ რაღაც ბულგარეთიდან ასე ჩანდა რა. ალბათ მაინც არ გამოვრიცხოთ, რომ ბოლოს ეს თავის მართლება
წაგებული თამაშის მერე ორი თამაში ხო, წააგო თვითონ ჯამში ესე აწოვდა, რომ ეთქვა. რაღაც ხო უნდა ეთქვა ამ კაცს არა და თქვა რომ აი ეს გოლი რო გამეტანა ნუ ეხლა ის გოლი რო გამეტანა ეგრე შეუძლია სოფლიოში ყველას თქვას რომ აი მე რო ის დარტყმა გამეტანა სუფთა მწვრთნელიდან გამოსული წინადადებები იყო რა რომ თავის გასამართლებელი ეგეც მართლობა აი პირველ წუთზე მე რო რაღაც გამეტანა მამარდაშვილს ხელი ასე რო არ გაეშალა არა ისე ეგ მამარდაშვილმაც აღნიშნა და სხვებმაც აღნიშნეს მამარდაშვილმაც თქვა ეგ რომ არ შეიძლება ყველა თამაში დაიწყო იმით რომ მოწინააღმდეგეებმა გიტყაპუნოს კარებში ესე და ორივე საშინელი და წება იყო თან აშკარად სწრაფ გოლზე გააკეთეს მაგათმა აქცენტი მაგრამ აი სადღაც მე-15 წუთიდან უკვე შეიქმნა რა ჩვენი უპირატესობა თვალსაჩინო გახდა თან აი რა ფეხბურთელის კლასი რა არის რა ესე პირველივე რაღაცა პატარა შეცნობა ცუდი პასი იქ ვერ შეინარჩუნეს და გამოიყენა ეგრევე ხვიჩა ანუ ზოგადად ლაპარაკი იმაზე რომ აი ეს დარტყმა რო გასულიყო ნუ არსად არ მივყევართ ამ ლაპარაკს არა იმ ნაწილში ბულგარელები მართლები არიან რომ თვითონ ჩვენ დაუშვითო შეცდომებიო უფრო მაღალი კლასის გუნდი ამ შეცდომებს არ დაუშვებს და შესაბამისად მეორე გუნდი ვერ ისარგებლებს კი ბატონო იო იმ პირველ გოლზე რა აქნეს იმ და მეორეზე მართლა ის იყო ხო მაგრამ პრინციპში ჩვენებმა რა აქნეს იმასთან რა ქვია თურქეთთან ჩვენებმა 3 გოლი ესე აჩუქეს კი ლანგრეთ მიართვეს სრული ამ სიტყვის აჩუქეს ხო თურქებმა მოიფიქრეს ის გოლები. ეგ არის, როდესაც ეთამაშები უფრო მაღალი დონის გუნდს, ნუ აი კალათბურთშიც ახლა ნახე რა როგორ არ გულისხმობ, ბოდიშა პირველი გოლი საერთოდ კუთხური იყო, ჩააწოდა, ახტა და არტა გაიტა, მაგრამ კუთხურს რა უძღოდა წინ, ხო? ხო, არის აი ეს აი იმავე კალათბურთში. კარგი შენიშვნა კუთხურს როგორ მივედი კუთხურამდე, როგორ მივედი. იქამდეც იყო, იმ კუთხურამდეც იყო რაღაც ცუდი მომენტი, რაღაც ცუდად გამოიტანეს ფეხით რა. ცუდად გამოიტანეს მამარდა მეტოქეს მიცა ბურთი. მე კოჩორამ და იმანის ეს რაღაცეები კუთხურის იმასთან და გააკეთდა ეს არა. ანუ სწორი თამაშით ის კუთხური არც უნდა ყოფილიყო. არა, კაცო, რას ლაპარაკობ. ეგ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგეზე რა. ერთ მეორე გოლი საჯარიმოში ხუთი წუთი საჯარიმოში იყო ერთი კაცმა ვერ დაარსა და ბულგარეთთანაც ის მომენტი მესამე ხო საერთოდ და ბულგარეთთანაც ის მომენტი მამარდაშვილმა რომ მოიგერია თავური ბურთი როგორ იყო ბურთი ჩვენ ქონდა იმას ქონდა გოგლიჩიძეს ქონდა რა ხო და გაუგორა ფლანგზე მოწინააღმდეგეს ხო ანუ ესეც იყო დაბნეულების პირველი ან თამაშის საწყისი დაბნეულობის ის იყო ანუ ნერვიულობდა ჩვენ. ანუ მართალი ყოფილა ეს კაცი რას ვერჩით. ხო, არა, მაგრამ ხო წინა თამაშიც ნერვიულობდნენ, იმის წინაშიც ჩეხეთს რომ მოუგეთ ლოკომოტივზე, იმაშიც ნერვიულობ თავიდან როგორ იყო გახსოვთ? აი რა ისი 7 სექტემბერი იყო, ხო? მაშინა 7 სექტემბერი იყო. 7 სექტემბერი იყო. 7 სექტემბერი იყო ჩეხეთთან 4-1. აი ნახე ახლა როგორ დამეა ქონდა მაშინაც და მე მაგრავით. მამარდაშვილი არის უთამაშებელი. ხო? ვარა ამ თამაშებამდე იმ ლიგის ფინალის მერე ეს არის, ნუ აი ისეთი არ არის ლიგის ფინალის მერე. ესპანეთთან ნუ ყვარა კაი დაიწყებს თამაშს რა, ახლა მithumetes ეს დემბელე და რა. ნახევარი გუნდი დაიმკვიდრა პარის სენ-ჟერმენში არიან ერთი თვე, ეს არის ნუ ყვარაზე გარანტირებულად შემადგენლობაში ნერვიულო რა, ისაც ხო არ გვაქვს, მაგრამ აი მამარდას რა მოუხერხოთ. რამდენად სწორი იყო ის რომ აი ამ გადმოსახედიდან ეგ ესპანელმა დაუწერეს ხო მამარდას ისეთი რამეა ახლა ბეკარე თუ უთამაშებელი ყავს როგორა მიდიხარ ესპანეთში სადღაც არ ვიცი მე მაინც მგონია რომ შეიძლება ეს არასოდეს არ თქვან მამარდაშვილის ასე ვთქვათ მხარემ არასოდეს არ თქვან და მგონია რომ ელემენტარულად იქ არ ვიცი ალისონმა თუ არ ვიცი ლივერპულელებმა მოატყუეს რა ანუ ეგონათ რომ ალისონია წავიდო და ამდენი შარშანაც ხო იყო მაგას არ იტყვის არას მე 100%-იანი ვიცი რომ ალისონი ცალი ფეხით იყო წასული ხო მაგას არ ვამბობ და ესეც იმიტომ წავიდა რომ ეგონა რომ ალისონი არაბეთში იყო ცალი ფეხით კი ორივე ფეხით იყო წასული კონტრაქტი იქ იყო გამზადებული და მე ბოლო მომენტში რა მოხდა ეგ აღარ წავიდა და ფაქტია რომ დარჩა ანუ კინკლაძე ლიტმანენის თემა იყო კინკლაძე რომ წავიდა აიაქსში და რო ეგონათ ლიტმანენი რომაში იყო ცალი ფეხით აღარ გადავიდა მაგაზე ნუ იქ მაინც კინკლაძე ხო ისქნა რა ქვია სადღაც ათამაშეს მაგრამ ხო თამაშობდა იმავე იგივე ლაპარაკია ახლა კარში ერთი ადგილია არა თან კარში აი ყველანი დამეთახმებით მეკარის უთამაშებლობა გაცილებით მტკივნეულია ვიდრე
შემტევის უთამაშებლობა. მეკარეს რო პრაქტიკა აკლია, ეს უკვე ვინც ახლა ფეხბურთია, ნათამაშები აქვს და ელემენტარული რაღაც ისა ყველა მიცის ეგა რომ რაღაც სიახლეს არ ვამოყვა. ხო და ძალიან რთული, აი ცუდ მდგომარეობაში შევხვდით. მე თუ მკითხავთ ჟორჟის ვილიარეალში გადასვლის თემაც რაღაც ცოტა ცუდ დროს დაემთხვა. ამდენი ტრენები ისა თან რაღაც აი გრძნობიარე ადამიანი თუ ხარ, რაღაცა და ჟორჟი ეგეთია, რაღაც გული დაწყდა რაღაცნაირად მილიონიდან როცა გატეხილში იყო რა და მე მგონია რომ რაღაც თამაშიცაც ცოტა დაეტყო რა. ტონუსიდან იყო ამოვარდნილი, მართალია. და 2 პლუს კიდე ესეთი კაცი ახლა რას ამოვე, მთავარი შემოქმედი, ну მაინც მეპასე, მთავარი მეპასე და პლუს მთავარი ამომტანი. ბურთის და ეხა კარგით რა. ანუ ესპანეთი მომდევნო ოქტომბრის თამაშებისთვის თუ არ ჩავთვლით მამარდას უთამაშებლობას, სხვა მხრივ რაღაცეები გამოსწორებული უნდა იყოს, ხო, მაგ თვალსაზრისით. კი ბატონო, სამწუხაროდ მე როგორც ვიცი, ჩაკვეტაძე უფრო დიდი შანსია რომ არ იყოს. რა უიღბლო ბიჭია, კაცო, სულ ძალიან ხშირად არის დაშავებული, გახსოვთ ადრეც. ფეხის თითი გაუმიზესდა და რაღაც აი კიდე ძალიან ცუდი რაღაცა ბუცს ვერ ჩაიწნევს წესიერად თუ რაღაც ის დისკომფორტი და კიტეიშვილი კარგია რომ დაგვიბრუნდება. მეტი ველით საქართველოს ნაკრებისგან კიდე რამეს? რა თურქეთში მერე თამაში თუ რას გურა? ხო, ნუ აგერ ესპანეთი მოდის მე ბულგარეთში. მარტო ჩვენ იცი რა არის ესე თეორიულად და დავარცხნილად. აი ახლა გამოჩნდება პრინციპში ყველაფერი. ესე დავარცხნილად ყველაფერი თუ იმის რეიტინგის მიხედვით თამაში და მე თურქეთში იქიდან 3 დღეში რა. ხო, მაგრამ ფეხბურთი ფეხბურთია რა, იმითი ხო არ ხდება. ბოდიში ვიხდი, ეშლებათ ხოლმე. იზმირი არა, იზმირი დიდი ქალაქია. იზმითი. და სადაა? სტამბოლის. ეს არის უყურეთ, აი გოგჩენის აეროპორტი ხო არის? აი ეს არის გოგჩენის აეროპორტი. ეს არის სტამბული, აი ეს არის იზმითი. ანუ აქეთ უწახვალ სტამბულში მიხვალ, აქეთ უწახვალ იზმითში. ანუ გოგჩენთან ანუ რუსთავია რა, საკმაოდ ახლოს არის. 1 საათის გზაა დაახლოებით, ახლა აეროპორტიდან 1 საათის არაფერი არა, საკმაოდ რუსთავის ვარიანტი. ხო, აი ესეთი ვარიანტია, ის იზმითი და გოგჩენის აეროპორტი. და ესპანეთშია. ესპანეთში თამაში არის ელჩეში. ელჩე არის აი ეს რო ჩამოყვე ვალენსია, მერე ქვევით ალიკანტე და ალიკანტესთან ძალიან ახლოს არის ეს ელჩე. ელჩეს თვითონ ის აეროპორტი არა აქვს, ანუ უნდა ჩახვიდე. ხო და იმის თქვა მინდა მოკლედ რომ ეხლა ყველაფერი ფეხბურთი იმიტომ არის ფეხბურთი და იმიტომ არის კარგი რომ ყველაფერი ისი არ ხდება, რომ უფრო სახელოვანი გუნდი აუცილებლად უგებს ნაკლებად სახელოვან გუნდს და რეიტინგის პირველი ადგილი აუცილებლად უგებს მეორეს, ის აუცილებლად უგებს მეს. ეხლა ყველაფერი დამოკიდებული არის რა მოხდება, ვისთან როდის გააფრენს, ვის რა შეემთხვევა. ჩვენ ჯგუფში არ ამგონია ვინმე. ესპანეთი ალბათ არ გააფრენს, მაგრამ გააფრენა იმ თურქეთმა, აბა ეხლა 6-0 უნდა წააგო იმასთან, რა ქვია. არა, გააფრენა თუ არის, გააფრენა სამშაბათს გააფრენა იმან. ნორვეგიამ და მოლდოვამ. ნორვეგიამ და მოლდოვამ გააფრინეს კი ბატონო. 5 გოლი ხო? 5 გოლი. 5 ნახე რა ხდება. 5 მარტო ჰოლანდმა გაიტანა. 4 მეორემ და 11-1. უნგრეთმა სალვადორს რომ მოუგო 82-ში, ამდენ 10-1 მოუგო, ხო? ეგ არის ერთადერთი. უკრაინა ეგ ჩავიდა აზერბაიჯანში, სარიელი, აი მის ტოფინ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე, ეს ძველი ბაქოს სტადიონი რაც არის ერთი სადაც თამაშობდა. სარიელი იყო, კაცი გამიკვირდა, აზერბაიჯანელი შემატკივარი არ იყო, ვერ მოუგო აზერბაიჯანის ნაკრებს, რომელიც ფაქტიურად თავს იცავდა. და სხვათა შორის უყურე მანდაც აი რა მოხდა, პირველი თამაში იყო ახალი მწვრთნელის. ის პორტუგალია რო გააგდეს. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო ის აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი. აზერბაიჯანმა გააგდო ის ტიპი, რომელმაც 11 თამაშიდან 9 წააგო და უბედურება ჭირდა და ეს იყო ევროპის ჩემპიონია. ვიცი ხო? ხო, ტიპი ეძახდა ევროპის. ის არის ყველაფერი მოგებული აქ და აზერბაიჯანში ნუ არ ვიცი, ყველაფერი წააგო თუ კი რამის საგება შეიძლებოდა და პირველი თამაში იყო, ანუ წეგა რო ვახსენე რომ ეგ ბულგარეთმა ახალი მწვრთნელი თურქეთთან რაღაცას მიაღწიოს. აი ზუსტად ეგ მაგალითია, აზერბაიჯანმა ახალი მწვრთნელი თაგერ იმას დაითამაშა. სომხეთში ჩავიდა ისა, ირლანდია ჩავიდა სომხეთში. იქაც სომეხი მწვრთნელი იყო სხვათა შორის. და ქართველი მსაჯი იყო. და ქართველი მსაჯი იყო, კი ბატონო, რომელმაც პენალტი დანიშნა სომხეთის ნაკრების
სასარგებლოდ. ხო და ისა რა ქვია, მოუგო სომხეთმა იმას რა ქვია. ირლანდიას, კი ბატონო. კაცო ეს ირლანდია ეხლა შეგხვდეს ხოლმე, სულ რო ხვდებოდა მაშინ როცა მაგარი იყო და რობიკინი და ისინი ყავდა. ერთი ეხლა შეგხვდეს რა. ხო და ჯავრი მჭირს. არა, მეც მჭირს ირლანდიის. ხო და აუ ამ პორტუგალიელზე გამეცინა რა, მართლა იმასავით დაემართა რა, ეს აფსუსის ხელში ვისაჯიჯგნად გავიხადე საქმე, კაცი არის ევროპის ჩემპიონი, ყველაფერი მოგებული და აზერბაიჯანს როგორ გააგდეს იცი კი არ გაუშვეს აი ფაქტობრივად წიხლით გააგდეს კი ნამდვილად აი გაგდება ამას რას შიშარა მწვრთნელი ხარო ვიღაცა იმან უძახა რა გენდივანმა იმან და რა უცნაური იყო რომ ბაქოში ახლა ეს საქართველოს ნაკრებს არანაირად არ ეხება მაგრამ ბაქოში სტადიონი იყო цаრიელი და ერევანში ნუ ეს კადრი გაცილებით საცილებით იცი რა ახლა უცებ დამარტყა საქართველოს აზერბაიჯანი ოფიციალურია აქ ნათანში ოფიციალური თამაში არა მგონია არა ამხანაგურები აქვს და როდის ეგეც და ამხანაგურები ბევრია არა აქვს ამხანაგურები და ნამყოფი ვარ კი თელავში გურჯაანში ეს იყო გიორგი კინკლაძის პირველი თამაში საქართველოს და ეს არის ხო ბადრი რო თამაშობდა ხო 6-3 1-1 მახსოვს ბოლოს 1-1 იყო კიდე ხო ოფიციალური არ გვაქვს 2007 ტოპ მიოლერის დროს იმის მერე არ მახსოვს ის გურჯაანში იყო გიორგი კინკლაძის პირველი თამაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიგა ცხონებული ნორაკიძე იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი და გახდით იმ თამაშზე შეგაქვე ერთხელ წავაგეთ როგორც მახსოვს და მახსოვს მე თქვენ ერთად წამოხვედით შენ და ბატონი გიგა მანქანით კი რაღაც ეგეთ ისტორია მახსოვს ის მანქანით წამოვიყვანეთ ბატონი გიგა რომელიც თამაშის მერე ისე დარჩა იმას უბრალოდ წარმოედგინეთ ვალოდია ჯინჭარაძესავი და მართლა რანაირი ისტორია ვალოდია ჯინჭარაძესავი და ვალოდია ჯინჭარაძე არა რიგაცა იმაში რა ქვია არაჩოლური ნაკრების მთავარი მწვრთნელი აი ესე დარჩა ხო წამიყვანეს წავიდა და დარჩა გურჯაანში დარჩა მაყურებელი ცოტა ძნელი გასაგებია ხო და ახსაკმელია ნუ ესეთი პერიოდი იყო რომ ნაკრები წამოვიდა და მწვრთნელი დარჩა იქ და ხონებულმა ალიკო ჯიბლაძემ მე ვიყავი ზურამელზე სტადიონთან დგას ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ ეგებ ვიღაცამ ფრეში წამოიყვანეს გამიყოლოს სატირალი ამბავია ახლა მართლა სატირალი ამბავია ხო და ეხა ეგ ამბავი ცოტა განსხვავებული სიტუაცია ხო და ეს ცოტა განსხვავებული სიტუაციაა მაგრამ რაგბიზე გამიგია ეგ ფიჯიში რო დატოვეს ეს ზალოგში დატოვეს კაცო ზალოგში დატოვეს სასტუმროს ფულს ვერ იხდიდნენ ხო რაღაც და წმელი დატოვეს ქართულად რა ქვია იმას გირაუს ხო ნუ იმათ ძევლად თავდებში დატოვეს თურმე იმ ფიჯიში ნუ წინა წელს მიუღიათ კანონი ნუ ადამიანი არ უნდა შეჭამო რა გადარჩა ხო გადარჩენილია წინა წელს გურჯლა დატოვეს თუ კარგად არა მოდებაძე ხო რო ეძახოდნენ ხო და აქ ეთყობა ყველას ეგონა რომ ის ჩაისვამს ის სამოვა ავტობუსით სამოვა პირდაპირ გაგებით მოხდა ვალოდია ჯიჭარაძის ისტორია წარმოედგენ რა იქ სასტუმროს ფული ვერ გადაიხადეს და აი ეს კაცი დაიტოვა თუაკო თბილისში რაღაცას მიჩარიჭებთო და ესო და აქ გიგანორათან ამხელა გიგანორაკიძე ხო ის ხო არა მართლა რა და დარჩა იქ და ესა გამიყოლეთ თბილისამდეო ესა რა არა ჩვენ ხო ალიკო და ილია ბაბუნაშვილმა გამოიყოლა ილია ბაბუნაშვილი არა ალიკო ჯიბლაძე კი მე მამუკა კვარაცხელია და მე მოწვება რომ არც ერთ სიტყვას არ ვიტყუები ზურა მეძველია ცხონებული ალიკო და პატარა მიკროავტობუსი იყო რა და იმისი მძღოლი ვინც საჭეს იდერვიზიის მძღოლი ვინც იყო რა რამდენი რაღაცა აქვს ამ ქვეყანას გამოვლელი ხალხო. ნუ ეს არის, მაგრამ აზერბაიჯანზე რატო გადავედით? არა, ეს რაღაცა უცნაური შედეგები რო იყო ბოლო პერიოდში, 11-1 უკრაინამ აზერბაიჯანში ვერ მოიგო რაღაცები, ამასობაში იტალია კიდევ ძალიან უცნაური ანგარიში იყო იტალიის თამაში იმასთან. ორი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და ცოტა მძიმეთაა კაკაც საქმე. კაი შეიძლება. დაწყმებული ხარ ახლა რო გავა? ხო და აი მაგას მაგიტო წამოვიწყე საუბარი რომ ნუ დიდი ალბათობით გავა მეორე ადგილზე, მაგრამ ნორვეგია ორი მეტოქე უნდა გააგდოს რომ გავიდეს. ნორვეგია დააფრინავს, ხო? ესე იგი, რამდენ 5 თამაში აქვს 23 თუ 24 გოლი გატანილი, წარმოიდგინე. ნორვეგია. საერთოდ ხო მაგ ჯგუფში რა ხდება? აუ, რაღაც საშინელ ფორმაში არის. ანუ
და აი მეორე მხრივ კი და იქ კოსოვო-შვედეთი იყო თამაში. ეხლა წარმოიდგინე რა, კოსოვოში ჩავიდა ნაკრები, რომელსაც თავდასხმა ყავდა 250 მილიონიანი და გოლი ვერ გაუტანა. ხო. კერეში და ისაკ ეგეთ თავდასხმელები ის ყავს. ხო, აი ეს სექტემბრის პირველი დღეების თამაშები თვალშისაცემი იყო იმითი, რომ რაღაც ესეთი ნაკლებად პროგნოზირებადი ანგარიშები ამაშობაში ეს კაბო-ვერდე თითქმის გავიდა მსოფლიოზე, თითქმის რა რაღა დარჩა. საოცარი გუნდები არიან გახსოვდა. ხო და იორდანია იქამდე, უზბეკეთი კაი გასაგებია. შეიძლება მადაგასკარი გავიდეს. მადაგასკარი შეიძლება გავიდეს. ოკეანეთიდან ავსტრალიას გასულია, ზელანდიას გასულია. ავსტრალია იქიდან და ავსტრალია აზიიდან და ის ზელანდია ოკეანეთი. ოკეანეთის მეორე გუნდი არის ახალი კალედონია და ის მოუწევს ახლა ბოლივიასთან ხო თუ არ ვწდები. ხო, ვიღაცასთან მოუწევს ფაქტობრივად ეს სახელმწიფოც არ არის რა, ეს ახალი კალედონია არის არქიპელაგი გადის მსოფლიოს ჩემპიონატში. ой, იქ ახლა კარემბი არის მაქედან და სამხრეთ ამერიკა დამთავრდა. ხო. შესარჩევი და მესიმ გოლები გაიგო. მესიმ გოლები გაიტანა, პრინციპში ვინც უნდა გასულიყო სოფლიოზე გავიდა და ერთი პლეიოფში საწყალ ვენესუელა შემეცოდა, ფრედს ყოფნიდა იმაში რა ქვია. აუ გუში რა მაგარი. საერთოდ მოტივაციო კოლუმბიასთან და 3-6 წააგეს სახში და იქ ბოლივია მოუგო იმას. მან ხო იცი რა ბრაზილიას და გავიდა ბოლივია. ნუ პლეიოფში გავიდა რა. 2-1 უგებდა ვენესუელა კოლუმბიას და კოლუმბიას აღარ ჭირდებოდა ეს თამაში და ვენესუელა უგებდა და თუ მოიგებდა, ნუ გადიოდა მე-7 ადგილზე და მოუწევდა იქ დიდი ალბათობით იქიდანაც გავიდოდა და 3 გოლი ზედიზედ მიაყარა კოლუმბიელმა, რომელსაც თუმე ბოლივიელი დედაჰყოლია. რამდენი წელია მაგ სამხრეთ ამერიკიდან გულშემატკივრობ პერუს გასვლას მსოფლიოს ჩემპიონატზე. მაისურების ხო? 82-ში პირველად რო ვნახე, ჩემი პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი მაგვარი რაც ნანახი მაქვს, ბავშვი ვიყავი და იმდენად მომეწონა პერუს აი ეს მაისური იმის მერე 82 წლის მერე გულშემატკივრობ პერუს გასვლას. მოგებას და იმას არა რა თქმა უნდა ახლა უბრალოდ მინდა რომ აი ამ ფორმიანი გუნდი ვნახო რუსეთში იყვნენ და რაკი ფორმებზე ჩამოვარდა ნება მომეცით ცრუმორწმუნე ხალხს უთხრა რომ შავი ფორმა არ ნიშნავს მაინც და მაინც აგებას საქართველოს ნაკრებმა შავი ფორმით შესანიშნავად მოუგო ბულგარეთის ნაკრებს 3-0 და თუ გავიხსენებთ მადრიდის რეალს რაული მორიანტესის დროინდელი შავ ფორმიანი როგორ არ გვახსოვს ტეკარო ეწერა წინ არაჩვეულებრივი ძლიერი გუნდი იყო ასე რომ შავი ფორმის არ შეგვეშინდეს ეგ ზელანდიის ნაკრები ზელანდიას მოგით იგეთ სარაგბო არა და ჩემი გემოვნებით ყველაზე ლამაზი და ძალიან ლამაზი ფორმა ანუ არა მე მგონი წინაზეც მოვიგეთ ეგ და კვიპროსში 2-1 მოვიგეთ მაგრამ აშვაშია შავი ფორმა მაგრამ მართლა მომისმენია ზელანდია ყველაფერს და ის ნაკრება სერიოზულად მომისმენია რომ თარსია და არ შეიძლება ეს არაჩვეულებრივი ლამაზი ფორმაა და ეგერ ვიგებთ შეგიძლიათ ხო იცი მაგაზე ფანკ ფორმებზე გამახსენდა მილანში იყო ფანების ის გამოსვლა თეთრი ფორმაო მაინც და მაინც არ გვიხდებაო და მილანს 7 ჩემპიონთა თასი ხო აქვს და აქედან 6 ფინალი მოგებული აქვს თეთრი მეორე ფორმით რა არის და რა გამახსენდა რომ ამ ბულგარეთთან ყველა თამაში დიდი ანგარიში თავდება რაღაც ესე აეწყო ხან ვაგებ, ხან ვიგებ. ბოლო პერიოდში არა. 8 თამაში გვაქვს, მაგრამ თუ არ ვწდები. აუ, ისინი აღარ გამახსენებია. 5 თამაში არის, 6-2-ები, 4-1-ები, ეხლა 3-0. და ოთარ კაკაბაძე, რომელიც ამ შეხვედრაში ცოტა ხნის განმავლობაში რა გოლის მოწმენი ხდებოდით, რომ გაეტანა იქ მაგარი. ის კაიგო. ამ შეხვედრაში ცოტა ხნის განმავლობაში იყო კაპიტანი, ბულგარეთში რო წავაგეთ 4-1 მე მგონი, იქაც იყო კაპიტანი იმ შეხვედრაში. ხო, ესეც იშვიათი მოვლენაა, რომ სამი ფეხბურთელი იყო კაპიტანი. აი კაპიტანობის თემას შევეხოთ, აბა კვარა იყო კაპიტანი. ნუ კვარა იყო 22-ვე კაპიტანი, ლაშა გოდუაძეს აქ ეგ დათვლილი, 22-ვე კაპიტანი ქართული საქართველოს ნაკრების ისტორიაში. მაგრამ ლაპარაკი არის იმ კაპიტნებზე, რომლებიც გასახდელიდან გამოუძღნენ გუნდს და არა იმათზე, რომლებიც შესვლის გამო ის რამდენი იყო არ ვიცი. ისიც არ ვიცი, რამდენად დათვლადია ეს. შეიძლება ამის დათვლა? ნუ ხა ლიბანში და იმაში. ნუ ყოველ შემთხვევაში მაშინ ზივზივაძეც არა, თვითონ აი კვარა როგორც საკაპიტნე ტიპაჟი რა, მაგაზე ვისაუბროთ, აბა რამდენად
თუ რა ვიცი, ხო არა. ჩემთვის ჩემი აზრით არა ამ შემთხვევაში მაგ მოდი ვთქვათ როგორც რომ ხიზანამ თქვა იმ ამაჩევს პრესკონფერენციაზე, ვიცე-კაპიტნები არიანო კვარაო, კაკაბაძეო და კიტეიშვილი. კიტეიშვილი. ხო, მაგრამ თავარი კაპიტანი აქ არის კიტე. ხო. ანუ კაშიას მერე ხო. კაპიტანი არის კიტე. ხო, იმიტომ რომ სომხეთში ხო კი, ანუ ამ თამაშზე კვარაცხელია იმიტომ იყო კაპიტანი, რომ არ იყო კიტე. ხო, მაგრამ რატო არ იყო კაკაბაძე? ეგეც ძალიან კარგი კითხვაა, რატო არ იყო კაკაბაძე? სტაჟით კაკაბაძეს ეკუთვნოდა, ხო? 75 თამაში აქვს ადამიანს ნაკრებში და შეუცვლელი მარჯვენა მცველი არის უკვე რამდენი წლის განმავლობაში. არა, ნუ ყვარას კაპიტნობაზე რა უნდა ითქვას, რომ ლიდერია ყველანაირი. ლიდერია ბუნებრივად. ხიზანიშვილმა სწორად გუნდის თქვა. ლიდერი, გუნდის კაპიტანი არის ლიდერი, ხო? ეს ეკეთება თუ არაო, ეგ მაინც ყველა თამაში ჯიგანსტებს ბოლომდე უნდა ეხლა. არა აქვს ხო, განსხვავება. თუმცა ის არის ფაქტია, რომ კიტეიშვილია ნაკრების ნამდვილი კაპიტანი კაშიას მერე. აბსოლუტურად კაკაბაძეც ძალიან იმსახურებს აბსოლუტურად, კი. კაპიტნობას, აბსოლუტურად. აუ რა გული დამწყდა ეს რომ აუღო. ცაცია თიროში და ხო, აქედან რო შევიდა და პირველ გოლთან რა ახლოს ვიყავით კაკაბაძე. არა უშავ ეგ ციფრია თორე. სამაგიეროდ კაკაბაძის დიდი დამსახურებაა ესპანეთთან რო ვიგებდით იქ რო მე გეუბნებით რომ ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში არის კაკაბაძე. მე მგონი ახლა პირველად იყო რომ ორჯერ ზედიზედ რამდენი ხანია ეს ადამიანი, რომელმაც ხაჭურის კარიერა დაიწყო მარცხა კვარაცხელიას პოზიციიდან, მარცხენა თავდამსხმელი იყო, როდესაც გიტარება ახალგაზრდობაში კარიერას იწყებდა და აი ახლა მოკლედ მარჯვენა მცველია შეუცვლელი. ბომბარდირის რეკორდსაც ორი კაცი უახლოვდება თანდათან. ხო, ნუ ეგ ყოველ თამაშის მერე უახლოვდებიან და ხუთი გოლი დარჩა. არა მგონი ამ შესაჩევში ისკნას რა ქვია. ხო. მოხდეს ეგ. თუმცა მე ალბათ 2026 წელს არ გადაცდება. ხო, არა 26 წელს. თუმცა თვითონ ის ფაქტი რომ რამდენი წელია შოთის რეკორდი არის, 20 წელი ხო არის უკვე. ძალიან დიდი ხანია. მე მეტი თუ არა. 20 და მეტიც არის. 20 და მეტი წელია, რაც შოთის რეკორდს მოხსნა კი არა, ვერც კი მიუახლოვდა ვერავინ. შოთ არველაძემ გაიტანა შოტლანდიაში, ხო? 2007-ში, ხო. შოტლანდიაში და ბოლო თამაში წეგი. 7-6 იყო ტოპ მეოლერი. ერთის თქვა რომ ეხლა მეტი თამაშებია. რო არ აღნიშნა. მეტი თამაშები აქვს ნაკრებს, ეგ კარგია კი. ერთ-ერთი რო ხო, გახადა დემეტრაძემ რო პაცებია და და ბოლო თამაშიც ეგ იყო და გოლიც ეგ იყო. და როდე 2007 და დათვალე ხარ ამერიკაში. 18. ხო და ანუ 18 წელი რომ ვერც კი მიუახლოვდა ვერავინ, ეს თავისთავად ერთი მხრივ შოთიზე დადებითად მეტყველებს მის საგოლე უნარებს, მაგრამ თვითონ ის რომ ნაკრებში არ ყავდა ისეთი გამოკვეთილი ფორვარდები, ვინც აი მეგოლე გოლებს ვინც გაიტანდა. ახლოსაც კი არა. ახლოსაც რო ვერ მივიდა, ეგ პრობლემა იყო ამ 20 წლის განმავლობაში. თან მიკაუტაძეზე თან იმასაც, ნუ, ფასეული გოლები გააქვს რა, რამდენი ეხლა კაი იმ ტაილანდი, კაი 4 გოლი, მაგრამ ახლა იმდენს ჩამოვთვლი, რამდენი გადამწყვეტი გოლი გაიტანა. კაცო, ახლა მიკაუტაძე იმან ბოლო ისტორიული გოლი აქვს პირველი ევროპის ჩემპიონი. მეცმა გამოგვიგზავნა ესა. ხო. ესეთი ფორვარდი. რა თქმა უნდა. ხო და ესეთი ფეხბურთელი. გავედით მე მგონი ბოლოში პირველი გადაცემისთვის გასახურებლად მე მგონი საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა, საინტერესო. იმედია ჩვენს მაყურებელსაც მოეწონება და შეუდგეთ ნელ-ნელა საქმეს და იმედია სულ კარგი ამბებზე ლაპარაკი მოგვიწევს. ძალიან ისეთი ცხელი შემოდგომა გველოდება, ცალკე ნაკრების თამაშები. არ დაგვავიწყდეს სარბიელის ყოველწლიური დაჯილდოებაც, კი ბატონო, რომელიც აი მოგვიახლოვდა პრიზის გადაცემის მომენტი. იქამდე 22 სექტემბერს არის ძალიან საინტერესო ფრანს ფუტბოლის შედეგები გვეცოდინება და საინტერესოა კვარაცხელია. მოდი ჩვენ რომელ ნომრად ექნება ამ საბოლოო ჩამოყურებას უთხრათ ისიც, რომ ტრადიციულად სარბიელის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ამჯერად ვახტანგ გზიკაძე, ჩვენი ძმადამეგობარი, მას უკვე გაგზავნილი აქვს თავისი ხმა ფრანს ფუტბოლის რედაქციაში და დაველოდოთ გამოცხადებას. აუ, მაგრამ აინტერესებს რა. მე მგონი აი ბოლო წლებში ყველაზე რთული ის არის გამოსაცნობი წელს ოქროს ბურთს ვინ მოიგებს. ჩვენთვის კი მარტივია, მაგრამ ზოგადად ეს. მე მგონია რომ პარიზიდან იქნება ვინმე, არ ვიცი. რა თქმა უნდა. მადლობა, აბა და მადლობა კობა. მადლობა.